ქალთა ძალადობის წინააღმდეგ აქცია საქართველოს 22 ქალაქთან ერთად ზუგდიდში ჩატარდა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქალთა ძალადობის ფაქტებზე ისაუბრეს და საზოგადოებას ძალადობის წინააღმდეგ გართობლები ბრძოლისკენ მოუწოდეს. ქალთა ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციას ზუგდიდელი საჯარო მოხელეებით შეუერთდნენ ზუგდიდის საკრებულო და მერია ძალადობის წინააღმდეგ კვირეულის ჩატარებასაც გეგმავს. შეგახსენებთ, რომ დღეს ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. სამეგრელოს რეგიონში, როგორც სხვა საქართველოს სხვა ტერიტორიაზე, აქაც არის გახშირებული ძალადობის შემთხვევები. სამეგრელოდან არაერთი ძალადობის მსხვერპლი ყავს უკვე სახელმწიფო თავშესაფარში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან არსებულ თავშესაფარში გადაყვანილი. ეს აფიქსირებს იმას, რომ სამეგრელოში არის იდენტური პრობლემა, როგორიც არის საქართველოს სხვა კუთხეებში. სამეგრელოც აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ ისიც ებრძვის ძალადობას. ეს ნათლად ჩანს, რომ მერია, საკრებულო, არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოების გვერდითგანან, რამე თუ ის საკითხები, ის პრობლემა, ის მანიფესტი, რომელიც იკითხება დღეს აქ ამ აქციაზე, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ შეიძლება გაჩუმება, არ შეიძლება არ დავდგეთ მართლა ყველა ერთმანეთის გვერდით, თუ ვერ აღმოფხრით, შევასუსტოთ მაინც დამოკიდებულება, რაც აშკარად გამოკვეთილად ჩანს ძალადობა ქალზე, ძალადობა შვილზე, ძალადობა საზოგადოების წერძზე.